იცნობთ თუ არა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ზურაბ ზვიადაურს და პეტრე ცისკარიშვილს და რომელს დაუჭერთ ხას არჩევნებზე? რა თქმა უნდა პეტრე ცისკარიშვილს. იმიტომ რომ კაი კაცია. იმიტომ რომ მაგან ახმეტამ შვენივრად გააკეთა, ყველაფერი გაგვიკეთა. შვენივრად აკეთეთ, არავის არ მიუხედია მაგის გარდა ახმეტისთვის. მაგან მიხედა. და შვენიერი გზა გინდა, კულსახლი გინდა, სოფელშიც ყველგან, სულ ყველაფერი გააკეთა. აბა რა ვიცით. რომელი მოვიდა და რომელი გაგვეჩნო. ცისკარიშვილს. რატომ რომ კაი ბიჭია, კაი ადამიანია. ზრუნავს რაიონისთვის. ცისკარიშვილს. ყველაფერს გეხმარება, ალაზის სახე არ მოდიოდა და გამოიყენება აკეთო. კიდევ სხვადასხვა დარგებში. პეტრეს ვიცნობ. ძალიან კარგი დეპუტატია. ცდილობს რა რაიონისთვის ყველაფერი გააკეთოს კარგი. ზვიადაური მარტო გამიგია და ეგ არის სხვა არაფერი. ცისკარიშვილს. არც ის მაინტერესებს არც არავის საქმეში არ ვერევი. იცნობთ თუ არა ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ზურაბ ზვიადაურს და პეტრე ცისკარიშვილს და რომელს უჭერთ ხას არჩევნებზე? უი, ეგ მაგას ვერ ვიტყვი. ვერ ვიტყვი. სულ ყველა გვაწყვიებს შვილო. სულ ყველა. ყველა თავი ჯიბესა და თავი სკამს უფრთხილდება. ზვიადაური თავის სკამს უფრთხილდება ისიც და სახლის ხალხი თუ იქნება, ყველა ავიჩევს და თუ არ იქნება ხალხი თუ აფერისტი ხალხი არ მიყვარს. რა თქმა უნდა პეტრე ცისკარიშვილს. კარგი დეპუტატია, რა ვიცი, რაც ხანი არის კახეთის ზონაზე, არა ვარ თუ კმაყოფილოებს. ზვიადაურს არ ვიცნობ და არ ვიცი. ამაზე კომენტარი არ მინდა. არა, წინას არ ვერ ვიცი. თქვენ? არ ვიცი, თამიშის არ იყო ჯერმე და ჯერმანამდე დრო არ. ეგ საიდუმლოება. მაგის კაცი როგორ შეიძლება. რომელიც უფრო კარგ დაპირებებს შეგვირდება, იმას ამოვირჩევ. ჯერ პროგრამა არაფერი არ გაგვიცნი, არაფერი მაგათი საქმეები არ დაინერა, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ. ის ჩვენ რაიონიდან არის ზვიადაური, ის ზვიადაურს მიცემ ხოლმე. ზვიადაურის არა უჭერ ზვიადაური. ცისკარიშვილს, პეტრე ცისკარიშვილს. ორივე კარგია, რა ვიცი. ცისკარიშვილს დაუჭერ? არც ერთს არა. ჩვენ. ცისკარიშვილს უჭერ. შეჩეული ჭირი მირჩევნია შეუჩერა. ოდისარი ივანიშვილის კანდიდატურა და ივანიშვილი არ გინდა მაწუა. არც ერთმა არაფერი არ მარგო. აქ ვერახები, აქ ამუშავებს ვერახებში ხალხს პლანს 25 კაპიკას უხდის. თავების გადაჭრაში. ხალხი თუ რო კარგი უნდა და 25 კაპიკ მისცეს. პეტრეს უწერი რა თქმა უნდა. იმიტომ რომ უფრო კარგია. რა ვიცი. მე მაგას უჭერი. ყოველთვის და ყოველთვის მაგას დაუჭერი. ვის უჭერა ვიცი, მე დედამიჭირეთ ივანიშვილს უჭერ მხარს. მთელი ქვეყანა ივანიშვილის მხარეზეა. აი ჯერ ჩვენ აი ამ რომ ვიყავით ყველა ივანიშვილის მხარეზეა. მე არ ვიცი, აქ შპიონები ბევრი ყავთ გაშვებულები და ვერამბენ ან რაღაცა და იქ რომ მივართ არჩევნებთან ჩვენ ვიცით რომ ივანიშვილის მხარეზე უნდა ვიყოთ. ორივე ერთია ჩემთვის რა იგინა ის. პეტრე ცისკარიშვილი როგორ არა? როგორ არა მაგასთან შეიძლება ვართ ხოლმე აი კრებებზე მოდის, აბა ვის რა გვიჭირს, რამე კითხულობს, მაგრამ აი იქით უფრო იმ ხალხსა თითქოს რაღაც უპირატესობას აძლევენ და ჩვენ კახეთი სააკაშვილმა თქვა რომ დედაჩემაო თუკიო 7 ადგილი 7 სამუშაო იშოვნაო თქვენ რატო და იგეთი რამე დავწერე ერთი პატრა ნაკვეთი მაქვს მეთქი უფულოდ ვერ მოვხანი 7 ადგილზე მომუშავე შენიდე და მოვკალი მეთქი ვის დაუჭერთ მხარს ზურაბ ზვიადაურს თუ პეტრე ცისკარიშვილს არჩევნებზე? ეგ უკეთ საიდუმლოებაა შვილო. არა, მე ხო იცი, მოხუცებულ ადამიანსაო, ღიმილით ვერ მოატყუებო, ნათქვამია. რომელიც კარგად მოიქცევა, ხალხი დააგმოყოფილო. პურის ფასები დასიონ. გაჭირვებული ხალხი ამოიყვანო სიღარიბით. სხვა არაფერს არ მოიგო. ცისკარიშვილს. ძალიან ბევრი რამე გააკეთეს. სხვებზე უფრო მეტი. აი მეჩქარებათან ავტობუსს ველოდები და გამანებით თავი. ისე რა არის? მე უბრალოდ სისტემები არ მოწონს. მე პეტრე ცისკარიშვილს პრობლემა კი არ მაქვს. მე მინდა ეგეთი ცხოვრება, ეგეთი მთავრობა, ეგეთი ნუ დილარო გათენდება ავდგე ვიმუშაო და რაღაც გავაკეთო. პეტრე ცისკარიშვილს, რაც ჩვენი დეპუტატია, ძალიან ბევრი რამე სიკეთე გაგვიკეთა. კარგის მეც ვერაფერს ვხედავ მასში და ნაციონალურად თავისთავად. ცისკარიშვილს განათლებული კაცია. ერა ის სპორტსმენია. უფრო ცისკარიშვილს რა თქმა უნდა. სამსახური გვაქვს და მაგიტომ მთავრობა სამსახურში ვართ. ბაღში, საბავშვო ბაღში. სააკაშვილს მაინც დაემჯობინებიან, იქემა რაღაცა გააკეთონ. აგე სააკაშვილმა გაყიდა საქართველო. სოფელი თუ არ ავაღორზინეთ.
არ მოვიყვანეთ პროდუქტია ჩვენ ნაყიდი არ გაგვამდიდრებს თითოეულანი მდიდრდებიან ფაბრიკა აღარა გვაქვს ქარხანა აღარა გვაქვს აი ხელფეხი გვაქვს შაკული ხალხს უნდა რომ აი როგორ ავთქვეს იმუშავოს მაგრამ არა აქ სამუშაო პეტრეთის სკოლაში მაგათ ამავთო პროდუქტები თანამშრომლობით მუშაობდი საქმეში რომელს დაუჭერთ ხარს არჩევნებზე რომელიც კარგი იქნება პეტრე ცისკარიშვილი ნამდვილად კარგი ბიჭია ის ზიადაური სადაური არის აქაური თქვენ ვის დაუჭერთ ხარს კარგი ადამიანია ხალხისთვის შეფე ისედაც რომ ვიცნობ იმას იქნების უკეთესი არ ვიცი ახმედელი არის ვიცი არა ზიადაური ახმედელი ახმედელი არის შედაურია მოყოლები არავინ არა ვართ რომ არაფრის მომიდრო არაფერი აკეთდება აი ბევრი მე გასაკეთებელი ქისტაურში აი თელი აი მიწაწლები მიაქვს მდინარეებს აი ყრალის ხევები აი მე ადგილები გვაქვს და არაფერს არ აკეთებენ არ ეწმენდავენ გვირდებიან დღეს ხვალ და ხარ საწოვერავთ ხან თანხა რა აქვთ თანხას აქ მაგრამ მაინც არ გააკეთეს ზიად ზურაბიშვილს ვიცნობ პეტრეთის კარაში. აი როცა არჩევნებზე მივალ, მაშინ გადავწყვეტა რომ მას მიცემ მასა. ცისკარიშვილი ჯობია, რომ გამოცდილია ჯერ ერთი იცის ყველაფერი ჩვენი ამბები. ზვიადაური კი აქაურია და ის არის, მაგრამ ახმეტელია თვითონ. რა ვიცი, აბა მე იმას ვერ ვიცნობ და